ოცნების ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ უნივერსიტეტებში სწავლა უფასო გახდება. თუმცა რეალურად სწავლა უფასო იქნება სტუდენტების მცირე ნაწილისთვის, რადგან განათლების ახალი მოდელის მიხედვით აბიტურიენტების უმრავლესობა შესაძლოა საერთოდ ვერ გახდეს სტუდენტი. და აი რატომ? აქამდე სტუდენტი იღებდა სახელმწიფო გრანტს და სადაც ჩაირიცხებოდა, იქ მიქონდა დაფინანსება. ახლა კი ოცნების ხელისუფლებამ ეს გრანტი სტუდენტს წაართვა და უთხრა: ამ ფულით იმ უნივერსიტეტს და იმ ფაკულტეტებს დავაფინანსებ, რომელიც მე მინდა და არა შენ. ამავე დროს ანონსდება, რომ უნივერსიტეტებში ფაკულტეტების რაოდენობა შემცირდება და მეტიც, ერთი და იგივე ფაკულტეტი რამდენიმე უნივერსიტეტში აღარ იქნება. რას ნიშნავს ეს? მაგალითად, თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ისწავლოთ სამართლის ფაკულტეტზე თბილისში, ეს ფაკულტეტი მხოლოდ ჯავახიშვილის უნივერსიტეტში დაგხვდებათ. რა შედეგი მოყვება ამას? პირველ რიგში მაღალი კონკურენცია, რადგან მისაღები კვოტების შემცირებული იქნება და ნაკლები სტუდენტი მოხვდება უნივერსიტეტში. მაგალითად, შარშან თუ თბილისის მასშტაბით საჯარო უნივერსიტეტებში 1500 ადგილი იყო სამართლის ფაკულტეტზე, მომავალ წელს ეს რიცხვი შესაძლოა განახევრდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სპეციალობაზე 1500 სტუდენტი ვეღარ ისწავლის. ასევე 2024-25 სასწავლო წელს მარტო ბაკალავრიატის საფეხურზე 80000-ზე მეტი სტუდენტი სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლობდა, 45000-ზე მეტი სტუდენტი კი კერძოში. მომავალ წელს შესაძლოა ეს რიცხვი განახევრდეს, რადგან აბიტურიენტები, რომლებიც კერძო უნივერსიტეტებში ჩააბარებენ, გრანტის გარეშე დარჩებიან და სწავლის ფულის გადახდა მთლიანად მათი ჯიბიდან მოუწევთ. და ეს იქნება ათასობით ლარი, რომელიც სტუდენტმა მძიმე შრომით უნდა გამოიმუშაოს და ისიც იმ შემთხვევაში, თუ საერთოდ იპოვა სამუშაო. აი ამ მოდელს ქართული ოცნება უფასო განათლებას ეძახის.